მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი გვაქვს, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგით არიგებულია, გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი. არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები, ხოლთ რომ დავამტკიცოთ ხელისაწვევით წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა და დავიწყოთ კანონპროექტების ინიციატივების განხილვა. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა გახლავთ მოხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. ხოლთ ბატონი ვახტანგ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილისთვის შესაძლებლობის შექმნა, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მათზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცეს სახელმწიფო დანამატი და ფულადი ჯილდო. სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩამონათვალი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული, ის მოიცავს დაწესებულების ხელმძღვანელებს, როგორც არის მაგალითად მინისტრი, მერი, სახელმწიფო რწმუნებული, ასევე მათ მოადგილეებს. ეს აკრძალვა, რომელიც დღესდღეობით როგორც შესაბამის თანამდებობის პირებს, დაწესებულების ხელმძღვანელებს, ასევე მათ მოადგილეებს მიემართება, ლოგიკური და გამართლებული შესაძლებელია იყოს დაწესებულების ხელმძღვანელის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან საკუთარი თავის დაჯილდოება ან დანამატის გამოწერა ქმნის საკუთარი თავის წახალისების საფრთხეს და არის ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა მაგალითად მოადგილის შემთხვევაში, რომლებიც არსებითად ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, მათი საქმიანობა დაკავშირებულია არანორმირებულ სამუშაო დღესთან, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობასთან, მძიმე და ისეთ რთული დავალებების შესრულებასთან, ყველაფერი იმასთან, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს როგორც სახელმწიფო დანამატის, ისე ფულადი ჯილდოს გაცემის წინაპირობას, არ შეიძლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ შესაბამის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, როგორც საჯარო მოხელეებისთვის არის გათვალისწინებული და გულისხმობს ყველა იმ არანორმირებულ პირობებში მუშაობას, მათთვის შეიქმნა შესაძლებლობა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მათზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცეს შესაბამისად ფულადი ჯილდო და დანამატი. აღნიშნული უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების შექმნას მხოლოდ და არა მათ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმილ ხარჯს ან მათ გარანტირებულ შემოსავალს, ვინაიდან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში მიიღებს დაწესებულების ხელმძღვანელი, ანუ ეს როგორც გარანტირებული შემოსავალი, როგორც შრომის ანაზღაურება ან შეიძლება საკლასო დანამატი იყოს საჯარო მოხელის შემთხვევაში, არ არის. კანონპროექტით გათვალისწინებული მეორე ცვლილება არის არსებითად ტექნიკური ხასიათის და შეეხება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამდებობის პირების პროცენტული ოდენობის ზრდას 10%-დან 15%-მდე. ეს ცვლილებაც დაკავშირებულია 2024 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან, რომლის შესაბამისად საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მათი მოადგილეების პოზიციები გარდაიქმნა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პოზიციებად პროფესიული საჯარო მოხელეებიდან, ამან საჯარო დაწესებულებაში გაზარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პროცენტული რაოდენობა და დღესდღეობით კანონმდებლობით გათვალისწინებულია ეს პროცენტული თანაფარდობა, რომ 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის და ამ 10%-დან 15%-მდე აყვანა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოვა, ეს არის ამ მეორე ცვლილების არსი. მადლობა ბატონო ვახტანგ, კოლეგებო, შენიშვნები, შეკითხვები, მოსაზრებები თუ გახლავთ აღნიშნულ კანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. დიახ, ბატონო, გისურვებთ. სხვასაც თუ ექნებათ, ხავთ რომ ანიშნოთ. მოგესალმებით. ბატონო ვახტანგ, რამდენიმე კითხვა მექნება. პირველი შეეხება სახელმწიფო დანამატებს. რამდენადაც მე გავეცანი განმარტებით ბარათს, კონკრეტული ფინანსური მაჩვენებელი არის წარმოდგენილი დაახლოებით ბიუჯეტს რა დაუჯდება ამ მიმართულებით შესაძლო პრემია დანამატები, რომელიც ფიქრობ, რომ დღეის მონაცემებით მინიმალურ დონეზე მაინც მისი დათვლა შესაძლებელია. საინტერესოა ამ მიმართულებით დაახლოებით რამდენს რა ხარჯთან აქვს საქმე სახელმწიფო ბიუჯეტს, ვინაიდან ეს 2026 წლის ბიუჯეტი უკვე
დამტკიცებულია და ამ მიმართულებით ბუნებრივია თანხები არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. ასევე თქვენ აღნიშნეთ, ასევე განმარტებით ბარათში არ მითითებული, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს, ვის მისცეს პრემია დანამატი, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში საინტერესო არის მაგალითად ეს უშუალოდ სუბიექტური შეფასების საგანი იქნება თუ არსებობს ან აპირებთ ამ მიმართულებით რამე გაზომვადი კრიტერიუმების დადგენას რის საფუძველზეც მოხდება კონკრეტულად ასე ვთქვათ ზედმიწევნით შესრულებული სამუშაო თუ რაღაც სხვა ფაქტორების გამო მოხდეს პრემია დანამატის მიცემა. მესამე კითხვა შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს ხელშეკრულებიანებთან დაკავშირებით, სადაც 10%-დან 15%-მდე იზრდება. აქაც საინტერესოა ალბათ რაოდენობრივად დაახლოებით რაოდენობის ასე ვთქვათ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბრწყალებში საშტატო ერთეულის დამატება შეიძლება მოხდეს და ამ მიმართულებითაც სავარაუდოდ რა მოცულობის თანხებთან გვაქვს საუბარი. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? დიახ, დათარგა. მადლობთ ბატონო არჩილ. ბატონო ვახტანგ, ერთი შემოთავაზება მექნება, გარკვეულწილად ეს ტექნიკური საკითხია, მაგრამ შეიძლება მაინც სამსჯელო იყოს ამასთან დაკავშირებით. აქ არ არის გრადაცია გაკეთებული პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს შორის და რატომ ვსაუბრობ ამაზე? მაგალითად, მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონი 23-24 მუხლები თავადვე ახდენს ამის გამიჯვნას. კანონი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ დანართი, რომელიც მას მოყვება შესაბამისი ცხრილი, იქაც არის გამიჯნული პირველი მოადგილისა და მოადგილის შრომის ანაზღაურება და უბრალოდ უხერხულობა არ მოჰყვეს იმას, რომ აქ არ არის სახელდობრ მითითებული პირველი მოადგილეც. განჭვრეტადობის კუთხით მაქვს ეს შემოთავაზება, რომ ვიმსჯელოთ მეორე მოსმენისთვის ამასთან დაკავშირებით რა. მადლობთ. სხვა შეკითხვები თუ არ არის, გთხოვთ ბატონო ვახტანგ პასუხით კითხვებს. მადლობა დაინტერესებისთვის. ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით ბატონო გიგა რაც უნდა მოგახსენოთ ამ შემთხვევაში, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შესაძლებლობის შექმნაზე, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა ისეთ გარანტირებულ ხარჯზე ბიუჯეტისთვის, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად სახელმწიფო ფონდი, ამ შემთხვევაში იგულისხმება თანამდებობრივი სარგოსთვის გათვალისწინებული ხარჯი და არ ვსაუბრობთ არც გარანტირებულ შემოსავალზე, იმიტომ რომ შესაძლებელია უბრალოდ კანონში სამართლებრივი საფუძვლის გაჩენა, რომ მაგალითად მინისტრის მოადგილე მაიღოს დანამატი, გულისხმობს იმას, რომ მინისტრის მოადგილისათვის ეს დანამატი შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ კმაყოფილდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი წინაპირობები, არის თქვა ღამის სამუშაო, ზეგანაკვეთური სამუშაო, განსაკუთრებული სირთულის დავალების წარმატებით შესრულება, რაც შესაბამისად შედეგებზეც აისახა და თუ ხელმძღვანელი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თავისთავად ამ საქმიანობის განხორციელებაც არ არის ავტომატური აღმჭურველი, ასე ვთქვათ, ხასიათის აქტი, უпростоრეთ აღმჭურველი ხასიათის მოქმედება თანამდებობის პირისთვის, რომ თუ მან ზეგანაკვეთურად იმუშავა, ღამის საათებში იმუშავა, აუცილებლად მას გაუჩნდება მოთხოვნის უფლება, რომ მას შესაბამისი დანამატი გამოეწეროს. ფონდთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არც წელს და არც მომავალი წლის ბიუჯეტში არ გულისხმობთ დამატებითი ხარჯების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში, არც ზოგადად შრომის ანაზღაურების ფონდში და არც ინდივიდუალურად საჯარო დაწესებულებისთვის კონკრეტულად, იმიტომ რომ საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხა როდესაც აიგება, საშტატო ნუსხასთან ერთად შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირება ხდება და ის მოიცავს როგორც გარანტირებულ თანხას, ანუ ჯამურ თანხას, ამ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოსი, ისე შესაბამისი პრემიისა და დანამატისათვის განსაზღვრული თანხის მოცულობასაც. ამ უკვე არსებული თანხის მოცულობის ფარგლებში თანხის გამოყენებაზე არის საუბარი, რომელიც პრაქტიკის შესაბამისად, აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევაში ძირითადად აუთვისებელი რჩება ხოლმე და წლის ბოლოს საჯარო დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობა ამ თანხას უკვე ბიუჯეტში აბრუნებს, იმიტომ რომ ეს სტიქიურად ამ თანხის გაცემა ან რაღაცა ტიპის რეგულარული ხასიათი აღნიშნულ ღონისძიებას არ აქვს. შეფასების ნაწილთან დაკავშირებით, შეფასების კომპონენტები საჯარო დაწესებულების შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში გათვალისწინებულია უკვე, იმიტომ რომ საჯარო მოხელეების შემთხვევაში ეს მექანიზმი გამოიყენება, გულისხმობს მათ შეფასებას
დაწესებას, დასაბუთებას და აღნიშნული დასაბუთების საფუძველზე კონკრეტული, ასე ვთქვათ, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წერს შესაბამის დასაბუთებას ხელმძღვანელის სახელზე, რატომ უნდა გაიცეს ამ შემთხვევაში აღნიშნული დანამატი ან ჯილდო და ამ მოთხოვნის ფარგლებში მსჯელობს უკვე დაწესებულების ხელმძღვანელი დაკმაყოფილდეს თუ არ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა. ეს პრინციპი ამ შემთხვევაშიც უცვლელად გამოიყენება და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ერთეულების გაზრდას და ხარჯებთან მიმართებაშიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარი არ გვაქვს ასევე არანაირი ხარჯის ზრდაზე, საუბარია უბრალოდ მაგალითისათვის რომ წარმოვიდგინოთ რომელიმე საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხა ის მოიცავს როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების რიცხვს, ისე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების რიცხვს. მათი ჯამი გვაძლევს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას და თანაფარდობასთან დაკავშირებით დღეს კანონი გვეუბნება, რომ 10% არ უნდა იყოს, უბრალოდ არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების და 90% უნდა იყოს საჯარო მინიმუმ 90% საჯარო მოხელეების. ამ შემთხვევაში საუბარია ამ ადმინისტრაციული ორგანოს საშტატო ნუსხაში შემავალი დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, დეპარტამენტის უფროსების და მათი მოადგილეების შტატის გათვალისწინებული თანამდებობის პოზიციის ცვლილებაზე. ანუ ისინი განაწილდებიან არა პროფესიული საჯარო მოხელის რანგში, როგორც აქამდე ნაწილდებოდნენ, უпроსტოდ განაწილებულები არიან იმ ცვლილებების შემდეგ, რომელიც 2024 წელს საჯარო სამსახურის კანონში შევიდა, ასე და გადავლენ ამ შემთხვევაში იმ რიცხვში, რომლებიც არის დღეს განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის. ამ პრინციპმა, კანონით განსაზღვრულმა ამ ცვლილებამ გამოიწვია მაგალითად მცირე ბიუჯეტი, ანუ მცირე საშტატო რიცხოვნობის მქონე საბიუჯეტო დაწესებულებებში ეს ბუნებრივი ბალანსი დაირღვა. ანუ ამ 10%-ს დაემატა ეს დეპარტამენტის უფროსების და მათი მოადგილეების რიცხვით, რასთან შესაბამისობას უზრუნველყოფისთვისაც არის ეს კანონპროექტი. ამიტომ ამ მათი კატეგორიის ცვლილება არ გულისხმობს მათთვის შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდას, ან დაკლებას, ან დამატებით რაიმე პერსპექტივის შექმნას. პირიქით მათ მაგალითად შემცირდა კიდეც მათი გარანტირებული შრომის ანაზღაურება, იმიტომ რომ საკლასო დანამატები მათ უკვე როგორც არაპროფესიულ საჯარო მოხელეებს, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს აღარ აქვთ და ამ შემთხვევაში მათზე ეს ცვლილება შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე დადებითად არც ასახულა. ბატონი თორნიკეს შემოთავაზებას რაც ეხება ჩვენ რამდენადაც მახსოვს ვიხელმძღვანელეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, რომელშიც ჩამოთვლილია, თუმცა გეთანხმებით, რომ მიზანი, რა თქმა უნდა, პირველი მოადგილისთვისაც არის ამ საფუძვლის შექმნა და შეგვიძლია უპრობლემოდ შესაბამისად ავსახოთ საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია ეს. კი ბატონო. სხვა შეკითხვები შეიძლება თუ არ არის? დიახ, დავსვდება. 26 მაისია შესაბამისად. მთელი ქვეყანა ერთად აღნიშნა თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. კი ბატონო. და აქედანაც მივესალმებით ჩვენს ფრინავებს და ჩვენს ჯარისკაცებს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ თითოეული გადადგმული ნაბიჯისთვის და დღისა და ღამის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დაცვისათვის. დიახ ბატონო. ბატონო ხთან თქვენი საუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე, ეს საჯარო მოხელეებთან მიმართებაში არის ბუნებრივია. მე რამდენიც ვიცი, ამ მიმართულებით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ახლა ვისაც განვიხილავთ მოადგილეებზე, მინისტრების თუ მუნიციპალურ დონეზე, ამ შემთხვევაში თუ არის შეფასების კრიტერიუმი რამდენიც ვიცი, არ არის, იმიტომ რომ დღეს პირველად ხდება მსგავსი დაშვება დანამატების გაცემა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გქონდა. სწორედ ეს ვიკითხე, ამ შემთხვევაში ეს ხელმძღვანელი სუბიექტური შეფასების საგანი იქნება თუ იგეგმება რამე კონკრეტული კრიტერიუმების დადგენა, თუნდაც ისეთი, როგორც არის ეს საჯარო მოხელეების შემთხვევაშიც, რომელიც შეფასების საფუძველზე ხდება უკვე ამ შესაბამისი დანამატების გაცემა. ბატონო ვახტანგ. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა არ დამისვამს, მეც მეტი სიცხადისთვის კითხვას დავსვამდი, რომ რითი განსხვავდება სახელმწიფო დანამატი და რითი განსხვავდება ფულადი ჯილდო და რა კრიტერიუმებზე არის ეს დამოკიდებული საჯარო მოხელის შემთხვევაში და სახელმწიფო მოსამსახურის შემთხვევაში და ახლა უკვე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის შემთხვევაზე და რა კრიტერიუმებს ბატონო გიგას კითხვა რომ გავაგრძელოთ მოქმედი რედაქცია
რას ამბობს, რომ განმარტოთ თუ შეიძლება. მადლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ და ვიყენებთ ზუსტად კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრულია შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში პროფესიული საჯარო მოხელისათვის. ანუ მუხლის რედაქციები, რომელსაც გთავაზობთ ერთი მხრივ პოლიტიკური და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ამ დამატებითი მექანიზმებისათვის, როგორც არის სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, მეორე პუნქტად განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რა შემთხვევაშიც უნდა იქნეს გამოყენებული და ზუსტად იგივე კრიტერიუმები გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში ვინაიდან ვგულისხმობთ რომ ჩვენ ამ დროს როგორც პროფესიულ საჯარო მოხელეს აჯილდოებ ამ ფულად დანამატს აძლევ და მისი დაჯილდოების საფუძვლები რაც არის იდენტური უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის ფულადი ჯილდოს შემთხვევაში ეს იქნება წავიკითხავ დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან და მათ მიერ განსაკუთრებული სირთულე ამ მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის შეიძლება გადაეცეს ეს ფულადი ჯილდო სუბიექტურ შეხედულებაზე იქნება დამოკიდებული იმდენად რამდენადაც გარანტირებული არ იქნება ეს რომ თუ ასეთი საქმიანობა გაწია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე მას აუცილებლად დააჯილდოვებს ხელმძღვანელი ეს მაინც ხელმძღვანელის გადასაწყვეტი იქნება თუმცა ხელმძღვანელი ვერ დააჯილდოვებს ისე რომ აქ კანონით განსაზღვრული რომელიმე ჩამონათვალი არ არსებობდეს რაც შეეხება სახელფასო დანამატს სახელფასო დანამატის შემთხვევაში იდენტურია რაც პროფესიული საჯარო მოხელის შემთხვევაში ეს არის ზეგანაკვეთური სამუშაო დამატებითი ფუნქციების შესრულება მათ შორის ღამის საათებში დასვენების უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეს გახლავთ როგორც ერთი ისე მეორე შემთხვევაში გათვალისწინებული საფუძვლები მადლობა ამით ერთი კანონპროექტი გახლავთ სხვა კანონპროექტი ხომ არ არის თანამდებობები ასეთი არ გახლავთ საკითხი განხილულია შემდეგი კანონპროექტია შემდეგი საკითხია ინიციატივა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საჰაერო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები პირველი მოსმენით მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იოსელიანი მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე მივესალმებ პარლამენტის წევრებს დამსწრე საზოგადოებას საკანონმდებლო ინიციატივის წესით პირველი მოსმენისთვის წარმოგიდგენ საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად რომლებიც მიზნად ისახავთ საქართველოს კანონმდებლობის საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ კეიპტაუნის კონვენციას მივუერთდით 2025 წლის 1 ივლისს და შესაბამისად კონვენცია ძალაში შევიდა ჩვენთვის 2025 წლის 1 დეკემბერს. კონვენცია მიზნად ისახავს საავიაციო ტექნიკის შეძენისას კრედიტორისთვის მყარი საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების შექმნასა და საავიაციო ობიექტების მესაკუთრის კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისა და კერძო პირთან მიერ კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვისათვის ეფექტიანი საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით დღის წესრიგში შესაბამისად დადგა ცვლილებების შეტანა შესაბამის საკანონმდებლო კანონებში. საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს წარმოგიდგენთ, ასევე წარმოგიდგენთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავობაზე საქართველოს კანონის პროექტს, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავობაზე საქართველოს კანონის პროექტს და რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თავობაზე საქართველოს კანონის პროექტს. პირველი კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს საჰაერო კოდექსში და განიზაზღვრება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული რეგულირების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მექანიზმები, ასევე კოდექსი ემატება კეიპტაუნის კონვენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ტერმინოლოგია და ასევე განისაზღვრება SIP სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოვალეობები. მეორე კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ახალი სპეციალური თავის დამატებას, რომელიც დაარეგულირებს კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების გამარტივებულ წესს, რაც უზრუნველყოფს კრედიტორის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოსაყვანებლად და აქ ერთი დღის ვადაში
როგორც საჩელის უზრუნველყოფაზე და შესაბამისად მიმართავს სასამართლოს განხილვისთვის. მესამე კანონპროექტით ცვლილებები შედის საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში და ახსრულებას დაქვემდებარებულ აქტებს ემატება სასამართლოს ბრძანება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და განისაზღვრება მისი საახსრულებლო საფუძვლები. ასევე დაკონკრეტებულია ის ღონისძიებები, რომელთა ახსრულებაც არ საჭიროებს ახსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობას. მეოთხე კანონპროექტით ცვლილებები ხორციელდება სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში და შესაბამისად განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოში განცხადების შეტანისთვის. შესაბამისად განისაზღვრება ბაჟი 50 ლარით. მეხუთე კანონპროექტი ეხება რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას და არეგულირებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული მოვალის მიმართ გადახდის უუნარობის საქმის წარმოების ასპექტებსა და სპეციფიკას. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტების მიღება უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის კეიპტაუნის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც გააძლიერებს ძალსახად კრედიტორთა უფლებების დაცვის მექანიზმებს და ხელს შეუწყობს საავიაციო სექტორში საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. დიდი მადლობა და გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა ქალბატონო მთავარ კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები, შეკითხვები ხომ არ არის? ასეთი არ გახვალთ ქალბატონო მთავარ. კომიტეტს აქვს გარკვეული ხასიათის სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად აისახება შესაბამისად ჩვენს დასკვნაში, მაგალითისათვის გადახდის უნარობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებული გარკვეული ხასიათის მოსაზრებები არის, ამავდროულად საარჩევნო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ცნობა ახსულება როგორც უნდა მოხდეს და ასე შემდეგ აქ არაშინაარსობრივი, უფრო სამართლებრივი საკითხები არის. შესაბამისად გთხოვთ, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს უკვე წამყვან კომიტეტს. კოლეგებო, თუ სხვა მოსაზრებები არ არის, ამით საკითხი განხილულია. მადლობა. მადლობა. შემდეგი საკითხი არის დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-4 საკითხი. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. პირველი მოსმენით გახლავთ და ვიხილავთ აჩქარებული წესით. გთხოვთ ბატონო გიორგი, მოსანებელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონო გიორგი ლებუაძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვის პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. პირველი ეს ეხება პენიტენციურ კოდექსში ცვლილებების პროექტს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 23 წლის 15 დეკემბერს კანონმდებლობის კოდიფიცირების ფარგლებში მიღებული იქნა პენიტენციური კოდექსი, რომელმაც ჩაანაცვლა პატიმრობის კოდექსი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი. ახალი კოდექსის მოქმედების 2 წლიანმა პერიოდმა კოდექსის ცალკეული ნორმების მოქმედების პრაქტიკამ, აგრეთვე ამავე კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობის პროცესმა დღის წესრიგში დააკენა კოდექსის კომპლექსურად ტექნიკური გადახედვის საკითხი შესწავლილი იქნა და გამოვლინდა ის ცალკეული უმეტეს შემთხვევაში ტექნიკური ხასიათის საკითხები და რეგულაციები, რომლებიც დამატებით დაზუსტებას, ახლებულ რეგულირებას და ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზების აღმოფხვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე გამოიკვეთა კოდექსში სათანადო ერთიანი შესწორებების შეტანის აუცილებლობა, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებისა და პენიტენციური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისკენ არის მიმართული. კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება, დაზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები და ტექნიკური ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება აღნიშნული კოდექსის ცალკეულ ნორმათა რედაქციები. პენიტენციურ კოდექსში შესატანი ცვლილებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების უკეთ რეალიზებასა და პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. კერძოდ,
სამსახურებრივ შეუთავსებლობის საკითხი პენიტენციური კოდექსის ნაცვლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით დარეგულირდება. ზოგიერთ საკითხზე, რომელზედაც გადაწყვეტილების ზოგადად დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იღებდეს იუსტიციის მინისტრის ნაცვლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს, მაგალითად მომსახურებისათვის სამსახურის და კონკრეტულად მოსამსახურებისათვის სამსახურის ვადის გაგრძელება, მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა, პენიტენციურ კოდექსსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში სახელდებით აღარ იქნება მოხსენიებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეული, კერძოდ პენიტენციური დეპარტამენტი, ამავე სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მსგავსად, რომელიც კოდექსით შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფად არის მოხსენიებული. შესაბამისი ცვლილებები ასევე შედის სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდაღუვათა კოდექსებშიც. პენიტენციურ სფეროსთან დაკავშირებული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მსგავსად პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებსაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ სამსახურის გენერალური დირექტორი საამისო წარდგინების გარეშე დაამტკიცებს. კოდექსში შედის არაერთი ტერმინოლოგიური ცვლილება, მაგალითად სიტყვა დამცველი იცვლება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ტერმინით ადვოკატი. სფეროში ასევე თითოეული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით სიტყვების სასჯელახსოვრების სფეროში იცვლება სიტყვებით პენიტენციურ სფეროში, სიტყვების საბადრაგო ჯგუფი იცვლება სიტყვებით ესკორტირების ჯგუფი და სხვა. ერთგვაროვანი მიდგომის მიზნით ტექნიკური ცვლილების სახით პენიტენციური კოდექსიდან ამოდის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან იგი წესრიგდება სისხლის სამართლის კოდექსით, ხდება დუბლირების აღმოფხვრა. კოდექსის ცალკეულ ნორმებში, რომლებშიც გარკვეული მოქმედებების განხორციელების ვადებია დღეების სახით მითითებული, არ არის დაზუსტებული შესაბამისი დღეების სპეციფიკა, სამუშაოა თუ კალენდარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვადებთან მიმართებით პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომებია, მიზანშეწონილია მათი დაზუსტება. აქედან გამომდინარე კოდექსის 20-ზე მეტ მუხლის ზუსტება ვადების სახით განსაზღვრული შესაბამისი დღეები, იმ პრინციპით, რომ სამუშაო დღეებად განისაზღვრება ის ვადები, რომლებიც მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებას უკავშირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში კალენდარულ დღეებად. ამასთანავე ცალკეულ შემთხვევაში ვადის არსის გათვალისწინებით დღე განისაზღვრება ზუსტდება დღე ღამის სახით, როგორც ეს არის პრაქტიკაში დამკვიდრებული. დაზუსტებები არ გაუარესებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების მდგომარეობას და შეესაბამება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ვადების გამოყენების პრაქტიკას და სხვა სპეციფიკას და პრინციპებს. შემდეგი ცვლილება ეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მიხედვით ჩვენ აქ ორი პუნქტი დავაზუსტეთ. პირველი ეს ეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს. გარდა ამავე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა, უფლება იქნება ამავე კანონით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა განახორციელოს ანაღზაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში. ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად და არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ანალოგიური რეგულირება ჩვენ გვაქვს პენიტენციურ კოდექსში, რომლიდანაც ამ კანონში გადმოდის გარკვეული ცვლილებებით. იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკს, სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველს და ფსიქოლოგს, ფსიქოლოგიის და კონკრეტულად ფსიქოლოგიის პროფესიულ ზედამხედველს გარდა ამავე დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა, უფლება ექნებათ ამ კანონით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა აგრეთვე განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში სოციალურ მუშაკად ან ფსიქოლოგად, აგრეთვე მათ პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
აღნიშნულ პირთა იუსტიციის სამინისტრო სისტემის შესაბამისი დაწესებულებებისადმი თანამდებობრივი დაქვემდებარების საკითხს განსაზღვრავს უშუალოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრი. და ბოლო ეს ეხება ეგრეთ წოდებულ პრობაციის კანონში ცვლილების პროექტს დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა ახსნილების წესისა და პრობაციის შესახებ რეგულაციებს კანონ პროექტის მიხედვით სააგენტოს უფროსა და მის მოადგილეებზე სხვა მოსამსახურეთა მსგავსად აგრეთვე გავრცელდება კანონის მესამე პრიმათავით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც ძირითადად დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება კანონის შესაბამისობაში მოვა პენიტენციურ კოდექსთან, რომელიც ამჟამად აღარ ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფს, ვინაიდან სპეციალური წოდებები და რეგულაციები უკვე გავრცელდა სპეციალური პენიტენციური კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაარეგულირა პენიტენციურმა კოდექსმა. ძირითადად ეს საკითხები იყო. დიდი მადლობა და გთხოვთ ხარდაჭერას. თუ კითხვები გაქვთ, სად ვარ უპასუხო. გვალოთ ბატონო გიორგი, პირველი მოსმენით წარმოადგინეთ საკითხი პრინციპების დონეზე, თუმცა საკმაოდ დეტალური მიმოხილვა გაკეთდა. უპირველესად კოლეგებს მიმართავ, თუ არის შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით. ბატონო, დარბაზიდან ასეთი არ ფიქსირდება. მე ჩემი მხრივ დავძენდი, რომ რა თქმა უნდა ერთი მხრივ ჩვენ მივესალმებით თავად ფაქტს, რომ ხდება კიდევ უფრო მეტად დახვეწა პენიტენციური სისტემის არეგულირებელი კანონმდებლობის იმისა, რასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა აქვს ზოგადად უფლებრივ მდგომარეობაზე, პატიმართაუფლებრივ მდგომარეობაზე. ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვაგრძელებთ კონსულტაციებს, ბატონ გიორგი, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენს აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შორის მიმდინარეობს ეს კონსულტაციები. უბრალოდ აქვე რამდენიმე საკითხს დავაფიქსირებთ, რომელიც საომავლოდ კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს სამსჯელო და ასე ვთქვათ, დამატებით გადასააზრებელი. პირველი შეეხება 38 მუხლს, სადაც საუბარი არის, ესე იგი, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებასთან დაკავშირებით. და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ესე იგი, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული თუ საქმე ეხება ექსტერნატის გამოცდას, ერთიარენული გამოცდის და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემთხვევას, შეიძლება რომ სარგებლობდეს ასეთი ტიპის უფლებით. ასე გამომდინარეობს წარმოდგენილი პროექტის შინაარსიდან. რამდენადაც ცნობილია ზოგადად განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში თავად განათლების მიღების უფლებასთან მიმართებით არსებობს რამდენადმე განსხვავებული სტანდარტი, ვიდრე შეიძლება ეს იყოს სხვა ტიპის დაწესებულებებში. ამიტომ იმისათვის რომ მაქსიმალურად იყოს, ასე ვთქვათ, სინთეზი და შესაბამისობა დროებით დატოვების უფლებასა და მეორე მხრივ თავად განათლების მიღების უფლებას და სტანდარტ შორის შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს კიდევ მსჯელობა იმასთან მიმართებით, რამდენად დაუშვათ საჭიროებს ობიექტურად ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა პენიტენციურ კანონმდებლობაში, პენიტენციურ კოდექსში. და მეორე საკითხი, ესეთი ზოგადი თემა არის, როდესაც თქვენ წარმოადგენთ გარკვეული დიფერენციაცია სამუშაო და ესე იგი კალენდარულ დღეებს შორის, აქაც მთელ შემთხვევაში იქ სადაც დღეს შეიძლება ჩვენ ვგულისხმობდეთ სამუშაო დღეებს და შემოდის კალენდარული დღეების სტანდარტი და განსაზღვრება დამატებით გასააზრებელია, ხომ არ იწევს ეს რომელიმე უფლებასთან დაკავშირებით, რომელიმე, ასე ვთქვათ, გარანტიასთან დაკავშირებით გარკვეულწილად სტანდარტის დაბლა დაწევას და ასე ვთქვათ, ეს ჩავთვალოთ, რომ არის ზოგადი ტიპის შემოთავაზება ჩვენი მხრიდან, რაზეც შეგვიძლია დეტალურად, რა თქმა უნდა, უკვე მეორე მოსმენისთვის გავმართოთ მსჯელობა, სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა, კომიტეტი მიესალმება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნებისმიერ იმ ინიციატივას, რომელიც არის ორიენტირებული ხარვეზების აღმოფხვრასა და თავად სამართლებრივი აქტის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. დიდი მადლობა. პრინციპში საკითხი განხილულია, თუ თქვენ გსურთ რაიმე დაამატოთ, ბატონ გიორგი, რა თქმა უნდა გისმენთ. დიდი მადლობა. ამდულად მეც დავაზუსტებ, რომ ჩვენ პენიტენციური კოდექსის რეგულაციებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ
ამ პაკეტის ფარგლებში იმ პრაქტიკით, რომელიც არსებობს პენტენციურ სამსახურში, ეს რა თქმა უნდა, რაღაც ისეთი აქ აი თქვენ რაც აღნიშნეთ კალენდარულ დღეებთან და სამუშაო დღეებთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება და რეგულაციების რაღაც განსაზღვრა არ ხდება. ეს არის ის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც სპეციალურ სამსახურში, სპეციალურ პენტენციურ სამსახურში მოქმედებს და არის უკვე შეგვიძლია ვთქვათ მრავალწლიანი გამოცდილების შედეგი. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად გავიაროთ ეს კითხვები, რომლებიც გაქვთ კიდევ ერთხელ, თუმცა დავაზუსტებთ, რომ ეს კალენდარული დღეების და სამუშაო დღეების დაზუსტების აუცილებლობა გამოიწვია პრაქტიკამ, იმიტომ რომ ერთი არისო პრაქტიკაში ეს არის კარგად ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული, თუმცა მიზანშეწონილია და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს კოდექსის დონეზე მკაფიოდ განსაზღვრული, რომ შემდგომში სხვადასხვაგვარი პრაქტიკა ჩვენ არ მივიღოთ და თანამშრომლებს შორის არ იყოს რიგი განსხვავებული მიდგომები. რაც შეეხება განათლების უფლებას, დიახ, ჩვენ ეს დავაზუსტეთ, ვინაიდან განათლების უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ეს დავაკონკრეტეთ, თქვენ რაც ბრძანეთ 38 მუხლში და აი ჩვენ როდესაც აქ საუბრობთ განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენტენციური დაწესებულებების დროებითი დატოვების უფლებაზე, აქ დავაკონკრეტეთ, რომ გარდა აქ იგულისხმება ექსტერნატის გამოცდის, ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემთხვევებისა და ზუსტად ეს შესაბამისობაში რომ იყოს იმ რეგულაციებთან, განათლების უფლების სტანდარტებთან, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის ფარგლებში. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი, კი ბატონო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები, მსჯელობა დროულად რომ ერთნაირი მიდგომა არსებობდეს და მithumetes, როდესაც განსაკუთრებული რისკის მქონე დაწესებულებაზე საუბარი და მათ შორის განსაკუთრებული რისკის მქონე დაწესებულებაში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაბამისად განსაკუთრებული რისკი. და ამ კუთხით კიდევ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, სხვა შენიშვნები, მოსაზრებები თუ არ არის და ასეთი არ არის, შესაბამისად საკითხი განხილულია. მადლობა ბატონო გიორგი. შემდეგი საკითხი არის დღესასწრებით გათვალისწინებული მესამე საკითხი. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები პირველი მოსმენით. მომხსენებელი გახლავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუკბაია. ჩვენ აქ სავალდებულო წესით განვიხილავთ აღნიშნულ კანონპროექტს. გოლგებ. მოგესალმებით, პატრიცემულო პარლამენტის წევრებო, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ საკანონმდებლო პაკეტის მომზადების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ იმ ხარვეზების გამოსწორება და გაუმჯობესება პრაქტიკის, რაც ხდება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოქმედებებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გამოვლენის და სანქცირების დროს. კანონპროექტი შეიცავს ნორმებს, რომლებიც ეხება ზოგ შემთხვევაში ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დისპოზიციების დახვეწას, გარკვეული ნაწილების დამატებას იმ ნაწილში, სადაც ამას პროცესი მოიცავს, გარემოს დაცვითი ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგ შემთხვევაში ხდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდნობის გადახედვა და პროცედურული ნაწილის ასე ვთქვათ გაუმჯობესება. მუხლობრივად რო გავყვეთ, ესე იგი 38 მუხლის მეორე პრიმა 1 ნაწილში ხდება დამატება ახალი მუხლების, ეს გახლავთ ის ლატენტური სამართალდარღვევები, რომლებიც შეიძლება ჩადენისთანავე იოლად გამოსავლენი არ იყოს. ამიტომ ემატება მიწის დამინძურების ან გავარგისების დარღვევა, ასევე აკვაკულტურის წესების დარღვევა ამ ტიპის სხვა სამართალდარღვევებთან ერთად, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახელი შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არ აუგენეს 6 თვისა. 79 პრიმა 1 მუხლი ამოღებული იქნება
პროექტის თანახმად, ვინაიდან ეს არის მოძველებული ნორმა, რომლის დატვირთვა შეიცვალა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულმა გარემოს დაცვითმა გადაწყვეტილებების რეჟიმმა, რაზედაც უკვე სხვა ადმინისტრაციული სამართალდაღობის ნორმები და სანქციები გვაქვს კოდექსში. 79 მესამე მუხლს ემატება მესამე და მეოთხე ნაწილები, რომელიც ეხება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ვალდებულების შეუსრულობას. აღნიშნავ, რომ საკუთრივ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შეუსრულობაზე წინა ნაწილები ესე იგი არეგულირებენ. ამ შემთხვევაში გქონდა პროექტის თანახმად გათვალისწინებული მესამე ნაწილზე გაფრთხილება, რაც შეიძლება შეიცვალოს 1000 ლარიანი ჯარიმით, ხოლო განმეორების შემთხვევაში შემოთავაზებულია 5000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენება. 79 პრიმა 7 მუხლი შეეხება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინების საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებას. ამ მუხლში დისპოზიციების ნაწილში არსებითად ბევრი არაფერი არ იცვლება, უბრალოდ გადაწყობა ხდება მუხლის ნაწილების დარღვევის სიმძიმის მიხედვით, მსუბუქიდან უფრო მძიმისკენ. სკრინინგის პროცედურისგან დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინის გარეშე გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება გამოიყოფა ცალკე და გაემიჯნა გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებისგან და ეს იქნება ორი ცალ-ცალკე დარღვევა, რაც გვაძლევს განსხვავებული ჯარიმების შემოღების საშუალებას. კერძოდ, ესე 500 ლარიანი ჯარიმა არის შემოთავაზებული აღჭურვილი ადმინისტრაციული სამართლიანი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, თუ ეს ჩადენილია განმეორებით. პირველ შემთხვევაში იქნება გამოყენებული გაფრთხილება. რაც შეეხება სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებას, აქ ქონდა ადმინისტრაციული ჯარიმა 14000 ლარის ოდენობით და იზრდება 20000 ლარამდე. ხოლო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება საქმიანობის გამოიწვევს დაჯარიმებას 25000 ლარიდან 30000 ლარამდე. ახლა არსებული რედაქციით 7000 ლარიდან 10000 ლარამდე არის ჯარიმა გათვალისწინებული. კოდექსში იცვლება ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გარეშე ექსპლუატაციის პირობის ცვლილება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და აქ ვცვლით ჩვენ ჯარიმების ნაწილს. პირველ შემთხვევაში პირველი ნაწილით იქნება 25000 ლარიდან 30000 ლარამდე, ნაცვლად 7000-დან 10000 ლარამდე ჯარიმისა, ხოლო განმეორებით ჩადენა ამ სამართალდარღვევის გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 14000 ლარისა. კოდექს ასევე გათვალისწინებული იყო ორი მუხლის ცვლილება, ეს არის 92 პრიმა მე-9 მუხლის დამატება და 95 პრიმა 4 მუხლის ცვლილება. კომიტეტთან წინასწარ გავლილი კონსულტაციების თანახმად შესაძლებელი იქნება 92 მე-9 მუხლის დამატებაზე თავი შევიკავოთ, ეს შეეხებოდა პლასმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების იმპორტის და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ მოთხოვნების დარღვევას, ვინაიდან ამ ნაწილში უკვე არსებობს სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი ნორმები, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული ამ ეტაპზე. ხოლო 95 მე-4 პრიმა მუხლში ჩვენ ვფიქრობდით ტერმინის შეცვლას, ნაცვლად გარეული ცხოველისა ცხოველთა სამყაროს ობიექტის გამოყენებას უკანონო დატყვევების უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მისი დერივატივით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის ვაჭრობის შემთხვევაში. რაზედაც ასე ვთქვათ, ცალსახა ამ ახალი ტერმინის შემოღება არ გახლავთ და შეიძლება ეს მუხლიც იქნეს ამოღებული კომიტეტთან შეთანხმებით პროექტიდან. ემატება 86 მეორე მუხლს ახალი ნაწილი, ეს არის აკვაკულტურის, ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის დადგენილი წესი და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, რაც გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. დანარჩენი მუხლები ძირითადად კანონპროექტში შეეხება
ასე ვთქვათ, იმ მუხლების ჩამონათვალს, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ განჯათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებს და მიჯნავს ამ ჩამონათვალს გზდ-ს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განჯადი საქმეებისაგან. ასევე ხდება ცვლილებების შეტანა ზოგიერთ სხვა მუხლში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გზდ, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, უფლებამუნარიანი იყოს გააფორმოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განახორციელოს სხვა უფლებამოსილები ამ ნაწილში. კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე ეს პოლიტიკა, რაც იყო ჩადებული პროექტში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს, რომელიც იქნება სულად გადმოტანილი რედაქციაში მეორე მოსმენისთვის. პირველი ეს გახლავთ ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანთ ეგრეთ წოდებულ დუბლირებულ მუხლებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ერთ და იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიმართ არ იყოს განჯადობა დაშვებული როგორც ჯანიმის დაკისრება, როგორც აღმოსავლური ხელისუფლების დაწესებულების მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამიტომ გაიმიჯნება ეს მუხლები მაქსიმალურად შესაძლებელი სახით. მეორე მხრივ არსებული პროექტი ითვალისწინებდა ზეპირი მოსმენებისგან თავის შეკავებას იმ შემთხვევაში, თუ გზდ-ს მხრიდან იქნებოდა გამოყენებული დაჯარიმების მუხლი და პირდაპირ სასამართლოში განხილვადი გახდებოდა საჩივარი. ვინაიდან მუხლები ძალიან სპეციფიურია, ეხება გარემოს დაცვით სტანდარტებს, ძალიან სპეციფიურ დარგობრივ საკითხებს, ამიტომ სასამართლოზე შედარებით რომ შევამსუბუქოთ ზეწოლა, გავითვალისწინებთ კანონპროექტში იმ მოთხოვნას, რომ ზეპირი მოსმენები უშუალოდ აღმოსავლური დაწესებულების ფარგლებში გზდ-ში იქნეს აღდგენილი. კიდევ ერთი საკითხი არის 272 მუხლის პირველი ნაწილს D'1 ქვეპუნქტის დამატება, რომელიც საშუალებას იძლევა გზდ-ს მხრიდან უпроსოდ ადგენს გზდ-ს მიერ დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრების შესაძლებლობას სასამართლოში იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებდა, ან თუ სამართალდარღვევი სადავოდ არ ხდიდა თავის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს. ამ შემთხვევაში გზდ უფლებამოსილია ადგილზევე შეადგინოს საჯარიმო ქვითარი, ეს ხელს უწყობს ციფროვიზაციას და საქაღალდე ნაწილის შემცირებას. საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით ასევე ცვლილებები არის გათვალისწინებული 291 პრიმა მერვე მუხლში, რომელიც ითვალისწინებს სრულ პროცედურას დღესდღეობით მოქმედ რედაქციაშიც არსებობს და გამოიყენება გზდ-ს მიერ გამოწერილი ჯარიმების მიმართ. კერძოდ აღნიშნავდი, რომ საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში ორჯერ ადგილზე ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ისევე როგორც ჯარიმის დოკუმენტის, საჩივრის დოკუმენტის ამ ქვითრის გამოქვეყნება გზდ-ს ვებგვერდზე და 21 დღეს ჩაითვლება ეს დოკუმენტი ჩაბარებლად. ბუნებრივია ეს შეუწყობს ხელს საჯარიმო ქვითრის აღსრულებას და წარმოების დროულად დასრულებას. შემოთავაზებული კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტს ახლავს 3 დამხმარე ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ეს ცვლილებები შეეხება ძირითადად 200 222 მუხლებს, ასევე 38 მუხლებს. ამ მუხლებში ცვლილებები არის განპირობებული იმით, რომ ხდება ცვლილებაში ცვლილების შეტანა, ეგრეთ წოდებული, იმისაც, რომ სამომავლო დასამოქმედებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების კანონები არ გადაფაროს ამ კანონებმა, ესე იგი ჩვენს მიერ მიღებული ძირითად პროექტში ასახული პუნქტები. გთხოვთ ხარ დაუჭიროთ ამ კანონპროექტს ჩვენს მიერ გაჟღერებული, ასე ვთქვათ, დამატებითი საკითხების გათვალისწინებით და გთხოვთ ხარ დაჭერას. მადლობა. კოლეგებო, შენიშნები მოსაზრებები ხომ არ არის? ფაქტობრივად თქვენ უკვე გააჟღერეთ ის ბატონო ზურაბის შენიშვნები და მოსაზრებები, რაც ჩვენი კომიტეტის მხრიდან არსებობს და ჩვენ გვქონდა ძალიან აყოფიერი შეხვედრა ამ საკითხების განხილვასთან და განსახილველად, რისთვისაც კიდევ ერთხელ თანამშრომლობისთვის მადლობას გიხდით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ინიცირებულ კანონპროექტს განვიხილავთ შესაბამის დასკვნაში ამ შენიშვნებს, რომელზეც უკვე შევთანხმდით, ავსახავთ და გადავცემთ უკვე წამყვან კომიტეტს და ამ დათქმით შესაბამისად უყრით გენჯსაც. მადლობა ბატონო ზურაბ, ამ საკითხის განხილვა დასრულებული არის.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მოსმენით მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი აკაკი ალოდაშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით უპირველესო კოლეგებო, ბატონო თავმჯდომარე, დამსწრე საზოგადოება, ესე იგი პირველი მოსმენის წესით პრინციპების დონეზე განსახილვა წარმოგიდგენთ კანონპროექტ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1353 მუხლის პირველ ნაწილს და მინდა აღვნიშნო, რომ გამ პირობებული არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1353 მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს უმკვიდრო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის წესს და 2025 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო კოდექსის 1353 მუხლის პირველი ნაწილის ის სიტყვები წავიკითხავ სიტყვებს კონკრეტულად, ხოლო თუ მამკვიდრებელი ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების სოციალური დაცვის და სხვა დაწესებულების ან და სამკურნალო ან აღზრდელობითი დაწესებულების ჩენაზე იმყოფებოდა შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით 1353 მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს გამონაკლის საერთო წესიდან და ამ რეგულაციით კანონმდებელი განსაზღვროს უმკვიდრო ქონების მიიმღებ სპეციალურ პირთა სუბიექტებს ამ ზრუნველობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და ადგენს მათთვის უმკვიდრო ქონების გადაცემის შესაბამის წინაპირობას. ეს არის მათ მიერ მამკვიდრებლის რჩენის ფაქტს. უმკვიდრო ქონების მიიღებ პოტენციურ პირთა სხვა პოტენციურ პირთა წრიდან გამოირიცხება ყველა სხვა პირი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინიც ასევე არჩენდნენ მამკვიდრებელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით სადავო ნორმა ახდენს თანასწორ სუბიექტების დიფერენცირებულ მოპყრობას და აღნიშნული დიფერენცირებული მოპყრობა არ ემყარება გონივრულ და ობიექტურ მიზეზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ეს სადავო რეგულირება იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას და არსებითად თანასწორ პირებს შორის და შესაბამისად არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი არის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი იქნეს კანონში ასახული, ასევე კანონის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში რომ იყოს მოყვანილი და ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება. ეს იყო პრინციპების დონეზე, რაც მინდოდა მითქვა ბატონო თავმჯდომარე. მადლობა ბატონო აკაკი. გეოლოგიო შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მარტივად რომ ვთქვა, თუ არც კანონით მემკვიდრეები არ არიან სახეზე, არც ანდედის მემკვიდრეები არ არიან, არც მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ან ყველას ჩამორთმეული აქვს სამკვიდროს მემკვიდრეს ჩამორთმეობის უფლება, ამ შემთხვევაში ქონება გადაეცემა სახელმწიფოს და ეს ზოგადი წესი რაც მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის არსებობის მიღების მომენტიდან იგივენაირად დარჩება. ამავდროულად თუ კონკრეტულ პირებთან დადებული იქნება მაგალითად 3 დღეში ორჩენის ხელშეკრულება ან სხვა მისცანენი, შესაბამისად ამ პირების ან ანდერძი იარსებებს, მაშინ ამ პირებს გადაეცემა ანდერძით ქონება. შესაბამისად სრულად აღსრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მადლობა. შემდეგი საკითხი თქვენი გამოსატანია, ესეც გახლავთ პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით, გთხოვთ. დიახ, ესე იგი ესევე პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული ცვლილებაც განპირობებული არის ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ეხება კერძოდ ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობებს, კერძოდ რამდენიმე პირობა არის ჩამოთვლილი. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება, ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიატის საკვალიფიკაციო გამოცდა. 2025 წლის 19 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნოტარიატის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში ინდივიდუალური შეფასების გარეშე და ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სპეციალობით მუშაობის სტაჟს, არ ითვალისწინებს მუშაობის სტაჟს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით სადაო ნორმა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების სურვილთათვის სტაჟირების გავლის ალტერნატივად განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სპეციალურ მუშაობის 5 წლიან სტაჟს, ხოლო სიპებში დასახლებულ პირებს ასეთი შესაძლებლობა არ ეძლევათ, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავისი არსით წარმოადგენს საჯარო ინტერესების განმახორციელებელ სუბიექტებს, იმყოფებიან ასევე სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და როგორც საჯარო მოხელეები ანალოგიურად ემსახურებიან საჯარო ინტერესს. აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნევს, რომ ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად და ინდივიდუალური შეფასების გარეშე არ ითვალისწინებს სიფში სპეციალობით მუშაობის 5 წლიან სტაჟს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. ამრიგად წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი არის ანალოგიურად როგორც წინა კანონპროექტის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა. ეს იყო მოკლედ პრინციპების დონეზე ბატონო თავმჯდომარე. კი ბატონო, მადლობა. შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ ბატონო, პატუსურად გავუგოთ მარტივად რომ ვთქვათ, ყველა სიფში, გარდა კულტურული სამეცნიერო, საგანმანათლებლო სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობას დაფუძნებული სიპებისა, ამ სიპებში საქმიანობაც ჩაითვლება სტაჟად იმისათვის, რომ ადამიანმა დაიკავოს ნოტარიუსის შესაბამისი პოზიცია, თანამდებობა. მადლობა, კოლეგებო. თუ არ არის შეკითხვები შენიშნები, ამით საკითხის განხილვა დასრულებულია. მადლობა ბატონო გოგი და ბოლო საკითხი გახლავთ, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით. კოლეგებო, განვაგრძოთ სხდომა, განვიხილავთ დღის ეს რიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხს. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილება პირველი მოსმენით ბატონი არჩილ გორდულაძე, გახლავთ მოხსენებელი. გისმენთ ბატონო არჩილ. მადლობა, კოლეგებო, პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. კერძოდ ცვლილება შედის 153 მე-9 პრიმა მუხლის მე-7 ნაწილში და მე-7 ნაწილი ამოღებული იქნება. მე-7 ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ თუ შემაჯამებელი გადაწყვეტილება არის მიღებული კონკრეტულ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ თუ არის მიღებული პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, პროკურორი
ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აცნობს პირს მის მიმართ განხორციელებული და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ 2022 წელს ცვლილება განხორციელდა აღნიშნულ მუხლში, რომლის მიხედვითაც მე-6 ნაწილით და მე-7 ნაწილები დაემატა, მე-6 ნაწილით არის განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის ის განსაკუთრებული მუხლები, რომლებიც არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიისა და ამავდროულად მიმართული არის მაგალითად დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგალითად როგორიც არის ტერორიზმის თავი, ასევე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამ შემთხვევებში განსხვავებით სხვა სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული მუხლებისა ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ პროკურორს აქვს უფლება-მოსილება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მიმართოს საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლის კონტროლის განხორციელების შედეგად მიიღოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირს არ იცნობს მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ. და ამასაც აქვს თავისი მიზანი, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უქმნის საფრთხეს ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიზოდობა პირისათვის უქმნის საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს. გაგახსენებ სულ რამდენიმე დღის წინ, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა უმძიმესი დანაშაული, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ ფაქტი დადასტურებული, რომ კონკრეტული პირები დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ უცხოურ დაწესებულებასთან, აქ დასახელებულიც იყო კონკრეტული ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია და რომ ჩავთვალოთ, რომ თუ თქვათ, ეს არის მიემართება კონკრეტულად თქმა უნდა საქმეს, მაგრამ რომ ჩავთვალოთ, რომ თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა იმ პირის მიმართ, რომელსაც შესაძლებელია კავშირი ქონოდა აღნიშნულ დანაშაულში მხილებულ პირებთან, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია არ იყოს მიზანშეწონილი, რომ კონკრეტულ პირს კონკრეტულად იმავდროულად დაუყოვნებლივ ეცნობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ და შესაძლებელია რომ სხვა მაგალითად რაც არის მოქმედი 108 მუხლით გათვალისწინებული, რომ ახალი გარემოების გამოვლენის შემდეგ სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს, სხვა ბრალი შეიძლება იყოს წარდგენილი, ამიტომ გთავაზებთ, რომ მე-7 ნაწილი ამოღებული იყოს და სტანდარტულად ისევე როგორც ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ითვლება როგორც სახელმძღვანელო გადაწყვეტილება სახაროვი რუსეთის წინააღმდეგ, პირდაპირ არის მიითებული, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოების მომეტებული საფრთხის შემცველი დელიქტების დანაშაულების ჩადენას შესაძლებელია, რომ პირს არ ეცნობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს წლებიც და დეკადებიც კი, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოვანესია, რომ დამოუკიდებელი ორგანოს შესაბამისი კონტროლი იყოს თითოეული მიღებული გადავადების თითოეული მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და წარმოდგენილია, რომ პროკურორს ყოველი არაუმეტეს 12 თვის ვადით შეუძლია მოითხოვოს ინფორმაციის შეუტყობინებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და თუ სასამართლო და მოსამართლე ჩათვლის, რომ ამ ინფორმაციის გაცემას შესაძლებელია საფრთხე კონდეს თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით, აღნიშნული გადაწყვეტილებას მიიღებს და გადავადდება იმ ვადით, რა ვადითაც არის განსაზღვრული, არაუმეტეს 12 თვის ვადით, მაგრამ იმდენჯერ ამდენჯერაც ასეთი საფრთხე იარსებებს. ეს არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის სრულება, რომელიც თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ამავე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს და შრომის უხლებს. თუ არის კითხვები, სათვალო უპასუხო. დიდი მადლობა საკითხის დეტალურად წარმოდგენისთვის. თუ არის კოლეგებო დარბაზიდან შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები გთხოვთ, დავაფიქსიროთ. ასეთი არ არის, შესაბამისად საკითხი განხილულია. გმადლობთ ბატონო არჩილ.
კოლეგებო, გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება კენჭისყრებამდე მაქსიმუმ 5 წუთით. კოლეგებო, გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. კენჭი იყრება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას საჯარო დაწესებულებაში რომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით ვინ არის მომხრე? მადლობა. მეორე საკითხი არის საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს საჰაერო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თან მდევ კანონპროექტებთან ერთად ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობა. საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლთა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ შესაბამისი დათქმებით, რა თქმა უნდა, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა.
მეოთხე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტი პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და თანამდებობის ცვლილებები კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნებით ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ ერთხმად მადლობა მეხუთე საკითხი პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ვინ არის მომხრე მადლობა ერთხმად პარლამენტის წევრების ინიციატივა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ვინ არის მომხრე ერთხმად მადლობა და ბოლო საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა საქართველოს სისხლის მართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ვინ არის მომხრე ერთხმად დიდი მადლობა ამით განსახილველი საკითხები ამოწურულია სამსა ჩვენი კომიტეტის ხდომაც დასრულებული კარგს გისურვებთ მადლობა